ლიბერალიზმი რეფორმების მიიღო საბოლოო ჯამში გავს რელიგიას. და ლიბერალიზმის ეს ბოლო ნაკადები იყო ესქატოლოგიური, ანუ გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებოდნენ და იდეა რომ ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე უნდა ყოფილიყო ლიბერალური დემოკრატიები ამის შედეგად. პუტინის თავაზობდა ამას. სხვათა შორის. ნატოში შესვლასაც თავაზობდა. მე ამ შემთხვევაში მითოლოგიაზე ვსაუბრობ და არა მაგრამ არ მოეწონა დიდი ქვეყანა ბუნებრივია. ხო და ევროკავშირი, რუსეთი წარმოუდგენელი. ამ შემთხვევაში, როდესაც ესქატოლოგიური აზროვნება, რა თქმა უნდა, მტერი არსებობს, რომელიც უნდა გაანადგურო, რომელიც ხელს უშლის. შემთხვევით ხომ არა რომ კარლ პოპერს უწერია ესეთი წიგნია, ხო? ღია საზოგადოება და მისი მტრები. მისი სხვანაირად მოდი ქართულად რო თქვათ, ეს არის ლიბერალები და მისი მტრები. ესე არის რა, ქართულად რო თქვათ, ეგრეა. და მისი მტრები იყვნენ ყველა ვინც არ იყო ლიბერალი. ვინც არ იყო ლიბერალი, რა გამოდის საქართველოს მაგალითზე რა გამოდის? ლიბერალების მტრები იყვნენ ტრადიციული ქართული ინტელიგენცია, ეკლესია, ჩვეულებრივი ქართველი ადამიანი, რომელიცაც რაღაც საკუთარი ეკონომიკური ინტერესი აქვს, თუნდაც რუსეთთან ურთიერთობა უნდა, რუსული ბაზარი ჭირდება და ასე შემდეგ. ყველა ნებისმიერი არაექსტრემისტი, მოდი ესე. ნებისმიერი არალიბერალი, ხო? არაექსტრემისტიც. არალიბერალი. არაექსტრემისტი ლიბერალი, თორე ლიბერალები ყველანი ექსტრემისტებად გადაკეთდნენ. და შესაბამისად ვერ უპასუხა გამოწვევას, ესე იგი ამ ლიბერალურმა